მოკლედ გამაგდო მეგობრებო TikTok-მა. გამაგდო TikTok-მა. თუ კიდევ გამაგდებს, ალბათ აღარ შემოვალ. ჩემთვის ჩავწერ ტელეფონში და ავტვირთავ მეგობრებო. ამჯერად იქნება ორ ნაწილად. თუ კი გამიწყვიტავს, გავაგრძელებ ახლა. მოკლედ, რაზე იყო ბოლო საუბარი? ამ ადამიანმა თქვენგან წასვლით, თქვენ შეგიყვანათ ხმლებში და თვითონ წაბრძანდა. გადაუხვია გზიდან, ძალიან ცუდად მოიქცა. აქ ვხედავ დანაკარგებს, აქ ვხედავ ჩხუბს, კამარს, ურთიერთობის გაწყვეტას. აქ იყო გაუგებრობა, უთანხმოება, ცვლილებები, დაცილება. მოკლედ, მთელი რიგითი ამბები იყო მეგობრებო. ხო, მეგობრებო, ნახეთ. ეხლა თვითონ ძალიან ცუდათაა. თქვენი მტრები ძალიან ცუდათაა. აი, გეუბნებით. აბატონო. ძალიან ცუდად არიან. ხო, ჩაკეტილი არიან, ვერ მოძრაობენ, ვერ გადიან, ვერ გამოდიან. აი, გადაადგილება არ შეუძლიათ. ვის ფიზიკური ის აქვთ, რა ქვია, შეიძლება ზოგი ციხეში იყოს. ვინ როგორ და ვინ როგორ ეხლა, მეგობრებო. შეიძლება იყოს პატიმარი. ვის რა მოგპარათ, ვის რა წაგართვათ, ვისი რა წაიღო თქვენი, ვისი რა მართებს თქვენი, მეგობრებო, მე არ ვიცი. მაგრამ შეიძლება იყოს პატიმრობაშიც, შეიძლება იყოს მაგიის ზეწოლის ქვეშ, შეიძლება იყოს უმოძრაობაში, მოკლედ, ხვდებით ხო? შეიძლება ავად იყოს, ლოგიზე მიჯაჭული იყოს, ვერ დგებოდეს და რა ვიცი მე, ხო, ვის რა აქვს. მტრები ჩავარდნილია თავის მახეში. მტრები ჩავარდნილია თავის თქვენთვის გათხრილ მახეში. ნახეთ. საწოდავად არიან, მეგობრებო. არ გიგონოთ კარგადაა? არა, ძალიან ცუდად არიან. ეკუთვნით. რატომაც არა? აბა? ძალიანაც ეკუთვნით. თქვენთვის გათხრილ სამარეში ჩაცვინდნენ თვითონ. შეიძლება 5 ადამიანი იყოს, 2, 4, 5. ამ ყველაფერში ძალიან დიდი თანხა აქვთ გადახდილი, ძალიან ბევრი ნაწვალები აქვთ. აქამდე რომ მოიყვანეს საქმე, აქამდე როგორღაც მოვიდნენ, მაგრამ ამათ ეგონათ რომ ეხლა ამ ორმოში ჩავარდებოდით თქვენ, მაგრამ საბედნიეროდ ჩავარდნენ თვითონ. ხო. როგორ არიან მტრები? როგორ არიან და პრობლემები აქვთ ფინანსური, მატერიალური, ხო. აი სად ერეკლე და სად, ხო იცით ახლა რასაც გულისხმობ, ხო. ისე განსხვავდება თქვენგან ეს ადამიანები. აი სულიერება საერთოდ 0 ამათთან. აი გამორიცხეთ, სული არ აქვთ ამ ადამიანებს. ამათი სულის, რა ვთქვა მე, სული არ აქვთ, გული არ აქვთ, ადამიანობა არ აქვთ. არა, ესენი არიან სატანის მოციქულები. ამ ადამიანებმა სატანასთან მოაწერეს ხელი, გარიგება დადეს. მეგობრებო, დედას ფიცა ვარ. ხო. დედას ფიცა ვარ, მეგობრებო. გარიგება დადეს. კი. მტრები, მტრები, დაანგრიეს ოჯახი, ტყუილები, გაქცევა გამოგცევები, სახელის გატეხვები, აქ ვხედავ ღალატს, აქ ვხედავ ორპირობას, აქ ვხედავ ზურგიდან დანის ჩაცემას. აი იცით როგორ იყო თქვენი სიტუაცია? აი ვინ იქეთ და ვინ აქეთ დარბოდა. ზევით ქვევით, ხედავთ ხო, მეგობრებო? მარჯვნივ მარცხნივ. ბოლოს ადგადა წავიდნენ, თუ წამოვიდნენ, თუ თქვენ წადით. ნუ რა მნიშვნელობა აქვს? დაინგრა ოჯახი, დაინგრა ურთიერთობა, დასრულდა ის, რაც იყო თქვენში. დასრულდა. მომავალი თუ აწმყო, რაც გქონდათ, ყველაფერი დასრულდა. ქვემოდან დაკარდია. დასრულდა. იმპოტენცია. თქვენ შორის ურთიერთობაც აღარ იყო ბოლოს ალბათ. უპასუხისმგებლობა იყო. აი სტაბილურობა აღარ იყო. დაირღვა ბალანსი, დაირღვა სტაბილურობა, იგნორი. ეხლა ამ ადამიანებს იგნორი აქვთ. ამ ადამიანებს იგნორი აქვთ, მეგობრებო. ურთიერთობა არა აქვთ. იქნებ ურთიერთობაში ვინმესთან იყვნენ, მაგრამ ურთიერთობა არა აქვთ. ნახეთ რა ატერია კარც.
ხედავთ ხო? რაც აწერია. ხო. ან ურთიერთობას ძალიან ცუდად იყენებენ, ერთმანეთში გაუგებრობა აქვთ, ერთმანეთში ძალის გამოყენება აქვთ, ვინ ვის უგებს, ვინ ვიზე ბრძოლობს, ვინ ვის ეუფროსება არ ვიცი, ხო, რაღაც ესეთი აქვთ. კიდევ რა ხდება მტრებთან? ხო, არა, მეგობრებო. ხვავი და ბარაკაც არა აქვთ. არა. ის რაც გააკეთეთ არ გაუმართლათ. ის რისთვისაც უკან არ დაიხიეს, არაფერი შედეგი არ მოუტანა იმან. არა. ნახეთ ახლა. ხო. ამ ადამიანებმა ურთიერთობაზე, თბილ ურთიერთობაზე უარი თქვეს. თავის დროზე. ხო. ამიტომ მეგობრებო, ნახეთ? ეხლა უნდათ რომ წარსული დაივიწყონ და თქვენთან დაბრუნდნენ. ხო, მაგრამ ეხლა თქვენ თუ გინდათ იგია საინტერესო, თქვენ თუ გინდათ. თქვენ ეუბნებით რომ შენი არტისტობა დამთავრდაო. თუ კი ურთიერთობას ეხება. ხო, მეგობრებო, ესე ეუბნებით. შენი არტისტობა დამთავრდაო, შენი სცენების გათამაშება დამთავრდაო. ამას ამბობთ. ხო, არა, მეგობრებო, არანაირად. თქვენ ახალი ცხოვრებით ხართ დაკავებული. ხო. ეს უპატიოსნო თამაში დამთავრდაო ამბობთ. მე ახალი მინდაო. ახალზე ხართ გადართული. ხო. რას ფიქრობს ახლა თქვენი მტრები მეგობრებო? რას ფიქრობს თქვენი მტრები? როგორ იქნებიან თქვენს გარეშე? მაინტერესებს. მოგონებებში. ელოდეთ ვიღაციდან ამბავს. თქვენ აუცილებლად გაიგებთ ამ მტრებზე ამბავს. კი? აუცილებლად გაიგებთ მეგობრებო. აუცილებლად მოკლე ვადაში გაიგებთ ამბავს. ხო. იცით რას გაიგებთ? ამბავს გაიგებთ რომ თითქოს ეს ადამიანები თითქოს ახალ ხრიკებს ეძებენ თქვენთან შემოსაძრომს, დასაახლოვებელს, თითქოს რაღაც თქვენთან რომ აი ახალი კონტაქტები იქონიონ, მაგრამ არ გამოუვათ. არა მეგობრებო. ისე რომ იცოდეთ, ეს ადამიანები არიან 21-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები, ნუ ერთი, ვთქვათ, 35, 40 წლამდე ადამიანი. გოგოებო, თქვენი შეიძლება იყოს პარტნიორი ამ ასაკის, ტყუილი მატყუარა აფიორა, ტყუილის ბუდე. თუ კი ეს ბევრს ეხება კიდევ, ნუ ვისთან ბევრია და ვისთან ერთია და ორია, ნუ ვისთან რამდენია თქვენ ეხა ძალიან კარგად იცით მე რაზეც ვსაუბრობ და რასაც ვსაუბრობ მეგობრებო. უბრალოდ თქვენი პოზიცია აიღეთ, ნახეთ, ტარზე ვენოკია. დასუსტებულები, გაუბედურებულები, აი და თითქოს ვიღაცა დაკარგეს, თითქოს რაღაცა დაკარგეს, თითქოს ძალიან საყვარელი ნივთი დაკარგეს, ოცნებები დაკარგეს, აი რაღაც ისეთი დაკარგეს, რაც არა უხდათ. დამარცხებულად გრძნობენ თავს. ან ვინმე გარდაეცვალათ, ან გარდაეცვლებათ ვინმე, ან თავისი ოცნებები ჩაუფლავდათ. ხო, რაღაც ესეა. მტრები ამათისა. რატომ ეგონათ ამ ადამიანებს რომ სამყარო იყო ჩალებს დახურული? რატომ ეგონათ? ნახეთ მეგობრებო, რატომ ეგონათ? გრევებში არიან, რატომ ეგონათ? რატომ ეგონათ მეგობრებო? იმდენად ეშმაკები არიან, იმდენად მეგობრებო, ამათ უნდათ რომ თქვენი წილი ბედნიერება, თქვენი წილი ფინანსები, თქვენი წილი ყველაფერი კარგი წაიღოთ. წაიღეს კიდეც იქნებ რაღაც დროის პერიოდით, მაგრამ უკვე არა. უკვე გრევებში არიან, ხო იცით? ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება. არა. ეს იყო დროის საკითხი, თორე ეს მთელი ცხოვრება არ გაგრძელდებოდა. ამიტომ გაუბედურებულები არიან, რუტინულ ცხოვრებაში არიან, პატიმრობაში არიან, ერთფეროვნებაში არიან. ხო იცით, როგორი აი მოსაბეზრებელი რო აქვთ სიტუაცია და ცხოვრება, ისეთ სიტუაციაში არიან. აი ნახეთ, ჭერი არ აქვთ, სახლი არ აქვთ, კარი არ აქვთ, ჭერი არ აქვთ, პატრონი არ ყავთ, ურთიერთობა არ აქვთ, სულ კამათი აქვთ და ჩხუბი აქვთ თქვენს გამო. თქვენ გამო ეს ადამიანები რაღაცა ჩხუბობენ.
სირთულეები, სიძნელეები, პრობლემები, კატასტროფული სირთულეები აქვენ. ხო, უასოზე აქვთ ყველაფერი. თქვენ რა აგონიათ? თქვენ რა აგონიათ? ეს ადამიანები უკვე თქვენთვის უცხოა. ხო. ძალიან საშიშები არიან თქვენთვის. თქვენი მტრები. თქვენმა მტრებმა ძალიან საშიში რაღაცეები გაგიკეთათ, მეგობრებო. კი. აი ისეთი რაღაცები გაგიკეთათ, რომ მე არ ვიცი ახლა სიტყვებითაც შეიძლება ვერ გადმოვცე. ხო. რთულია ამის გადმოცემა, მათი საქციელების. ეხლა მაინტერესებს, რა პასუხს გასცემს ამ ადამიანებს სამყარო? აი, რა ელოდებათ ამ საცოდავეებს? ხო. რა ელოდებათ? რა ელოდებათ? რას მიიღებენ? სანაცვლოდ. ყველაფერი შეიძლება რადიკალურად. თავისი ბალანსი დაირღვება, თავისი მოულოდნელი წარმატებები შემოbrunდება უკან. უკუჩვენება იქნება ყველაფერს. ხო. უკუჩვენება. ვიღაცას ცილი დაგწამათ, ხო, მეგობრებო? ცილს გწამებდათ ვიღაცა. ხო. ახეთ ურთიერთობაში სადაც არ უნდა შევიდნენ ესენი, რა ურთიერთობაშიც არ უნდა შევიდნენ, მეგობრული თუ პარტნიორული თუ სასიყვარულო თუ დედმამიშვილური თუ მეზობლური არა აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობაშიც არ უნდა შევიდნენ, ყველგან ექნებათ სირთულეები, სიძნელეები, უბედური აი არასოდეს მათი ურთიერთობა არ გამართლდება, არანაირი ურთიერთობა მათ არ ექნებათ. დაიწყებენ უცებ დამთავრდება, კი. მომავალი არ იქნება არანაირ მათ ურთიერთობას. არა, არც სამეგობროს და არც სამეზობლოს. ყოველთვის იქნებიან მარტო. ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევთ თავისი სტაბილურობისთვის. ნახეთ, მუშაობა და წაქცევა. აი, წაქცევამდე იმუშავებენ და მყარად ფეხზე ვერ დადგებიან. მაინც ამოყირავებული იქნება. არ ექნებათ საკმარისი თანხა. თანხა არასოდეს არ ექნებათ საკმარისი მეგობრებო. არა. რისთვისაც არ უნდა აგროვონ ფული, რისთვისაც არ უნდა გადადონ, სულ რაღაც ისეთი რაღაცაები დახვდებათ წინ, რომ ეს ფინანსები არა იმისთვის წავა, რისთვისაც აქვთ დადებული ან გადადებული მაგალითად. შეიძლება გადადონ დასასვენებლად, წასასვლელად, ხო, მაგალითად დასვენებისთვის. ის ფული წავა სხვა მიმართულებით. ხო. აი ასე. ხო, ვერაფერში ვერ გამოიყენებენ იმ ფულს, სასიკეთოდ. ხო, აი ეს მინდოდა მეთქვა. იმ ფულს სასიკეთოდ ვერ გამოიყენებენ. მეგობრებო, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. კითხვა პასუხის გარეშე ხდება ლაივი. უბრალოდ თუ გაქვთ სურვილი მოისმინეთ. გაშლა დღევანდელით ჩვენი თემა არის მოკითხვა მტრებს. მტრები. ხო, გავაგრძელებ. მეგობრებო, ძალიან ეგონათ რომ გაიმარჯვებდნენ, ძალიან ეგონათ რომ ამ ადამიანებს ყოველთვის გამოუვიდოდათ. კი, მაგრამ არ გამოუვიდოდათ, მეგობრებო, ეს ვერ იფიქრეს. ხალატი, ეჭვიანობა, ტყუილები, ცვალებადი ემოციები, წინააღმდეგობები, დაბრკოლებები. ხო, აი ესეთი რამეები ზოგადად არ იმარჯვებს, ხო ვიცით? ესეთი საქციელებით ადამიანები ვერ იმარჯვებენ. რა ეგონა? აბა სიკვდილი მას ჩამოხრჩობა. ტრანსფორმაცია. ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე დგანან თქვენი მტრები. ხო, ვისთან ერთია და ვისთან 10. არ ვიცი ახლა, თქვენი სიტუაცია თქვენი ცით. ხო, ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე დგანან. სიკვდილის ტოლფასია მათთვის ეს. შეიძლება ვინმე მართლა დაკარგოს თავისი საყვარელი ადამიანი. არ გამოურიცხავ? ზოგმა გველივით ტყავი უნდა გამოიცვალოს, რომ ამ ცხოვრების შანსი მიიღოს სამყაროდან. ძალიან ბევრი ადამიანები შემოეცლებათ ირგვლივ თქვენს მტრებს. ბევრი მარტო დარჩება.
ცარიელ კარიელად არჩებიან, მარტო ძოლები დარჩება თუ ცოტა ისეთ ფერზე იყვნენ, ისე დაიკლებენ მეგობრებო. ხო, აი მოსიარულე მკვდარს დაემგავნებიან, მაპატიეთ, მაგრამ დღევანდელი თემა მინდოდა რომ გამეკეთებინა. ყოველთვის ვიკავებდი თავს, იყო დრო ვიკავებდი თავს, მაგრამ დღეს არ შევიკავე თავი. არც დამიგეგმია. ზუსტად სიმართლე ურმით დადის დავით. კიდევ ძალიან დიდი ღალატის წინაშე აღმოჩნდებიან, ძალიან დიდი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდებიან, დიდ არასტაბილურობაში იქნებიან. ვერასოდეს ფეხზე ვერ დადგებიან მყარად მეგობრებო. ამაზე მეტი რა უნდა? უსურვო ადამიანს. არავინ არ მეწოდება საერთოდ. არა, მე არ მეწოდება. შეგიცოდათ ვინმე? მეგობრებო. თქვენ თუ შეგიცოდათ ვინმე? გამეცით პასუხი. ვინმე შეგიცოდათ? არავინ არ მეწოდება. მე არ უსურვებ ამას. ამას სამყარო უსურვებს. არ ვარ მე იგივე მე. მე არ მიხარია მათი, რაც დაიმსახურენ, იმას ღებულობენ. ეკუთვნით და ღებულობენ, ხო? ზუსტად. თუ კარგს არ გაუკეთებ და ვერ უკეთებ ადამიანს, არც ცუდი არ უნდა გაუკეთა. ესე რას აკეთებდნენ? რას აკეთებდნენ? ზუსტადაც, ღირსები არიან, ეკუთვნით. მე არ მეწოდება. თქვენ რო იცოდეთ, მეგობრებო, ჩემ შემთხვევაში რა მოხდა? ვიცინებ ხო მეც? არა ბიჭოს. ზუსტად. თავისი მაგიები უკან უბრუნდებათ. თავისი манипуляციები უკან უბრუნდებათ. თავისი სისასტიკე უკან უბრუნდებათ. თავისი სიბოროტე უკან უბრუნდებათ. არა ბიჭოს. პაუზები, შედიან პაუზებში. პაუზები. ცვლილებები. და პაუზდებიან. პაუზა რა? პაუზა კიდე დიდია. აი ასე ფეხებით ჩამოკიდებს სამყარო და ცეცხლს შეუნთებს ქვემოდან. ზუსტად. ზუსტად არ უნდა იყო ბოროტი. რაც გისურვეს, ის უბრუნდებათ უკან. ხო გისურვათ ეს? ტრებმა ხო გისურვათ მეგობრებო? მე ვიცი ესეთი გამონათქვამი, რაც მე მისურვეს, უკან დაუბრუნა უფალმა ყველა. ხო კარგი მისურვეს, ხო და კარგიც დაუბრუნდეს უკან. არავის არაფერი არ შერჩებათ. დროის საკითხია თორე, არავის არაფერი არ შერჩება. არა მეგობრებო, უბრალოდ დროის საკითხია. არა, რას ლაპარაკობთ? ჩემი ნათქვამი წინასწარ მეტყველება, აი გეუბნებით, არავის არაფერი არ შერჩება, არც დაიკარგებათ. სიკეთე არავისან არ იკარგება. არანაირი სიკეთე არ იკარგება. არც კარგი, არც ცუდი. ანახეთ? აუხდენელი ოცნებები ექნებათ ძალიან ბევრი. ხო, ეს ადამიანები იქნებიან ყოველთვის ფარულები. თავი აღარ გამოეყოფათ, ჯერ ეს ერთი აქედან დავიწყებ. ისეთი რაღაცები აქვთ გაკეთებული, თავი არ გამოეყოფათ მეგობრებო. თქვენი მტრები და ბოლოს. ბედის ბორბალი დატრიალდა. ხო, ნახეთ? ბედის ბორბალი დატრიალდა თქვენ და სასიკეთოდ. ეხლა თქვენ გექნებათ თქვენი წილი ბედნიერება და დადგებით ეხლა შორიდან და უყურებთ ამ ადამიანების შურიან სახეებს. აი, წუნა და წუწუნაში რომ ეს როგორ მოგვივიდა, კაცო. ხო. ეხლა მიხვდებიან, პრობლემები, ეხლა მიხვდებიან თუ რა დააშავეს, მაგრამ გვიანია. მოუნდებათ ახალი ცხოვრების დაწყება. კი, მეგობრებო, მოუნდებათ, მაგრამ ბოდიში დანაკარგები. დაკარგა, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.
კალოშებში ფეხი აღარ ჩავათ მეგობრებო. ეს იცით როგორი თემაა ახლა? ჩაიარა მაგენის მატარებელმა. ხო, აი ესა. თქვენ რა უნდა, რას გირჩევთ ახლა? თქვენ რას გირჩევთ სამყარო? თქვენ რას გირჩევთ სამყარო? მეგობრებო, თქვენ დარჩით თქვენს სტაბილურობაში, თქვენი წილი გონება ჩართეთ და თქვენ ძალიან კარგად იცით როგორც უნდა იმოქმედოთ. ამ ადამიანებზე თქვენ არ ინერვიულოთ. აი ეს უსამართლობა მათთანაა ახლა. ხო. ეს უსამართლობა ახლა მათთანაა. ეს ადამიანები ახლა ეძებენ გამოსავალს, მაგრამ ვეღარ პოულობენ. ვერა. თავისი ცხოვრების, ახალი ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ გამოსავალს ვეღარ დახულობენ. რას ამბობენ, იცით, დაგვაგვიანდა უკვე გონებაზე მოსვლა. ხო. დააგვიანეს უკვე, მეგობრებო. ვერ გამოიღვიძეს დროულად. დროულად ვერ დაატორმუზეს. ტორმუზი გაუფუჭდათ ეთყობა. ხო. ამაშია საქმე. აი, იმიტომ აჩვენა იქ ქვიშის საათი. ქვიშის საათი იმიტომ აჩვენა. რომ დააგვიანდათ მაგას უკვე. გვიანია უკვე. თქვენთან მოსასვლელად უკვე გვიანია. თქვენთან მოსაბოდიშებლად გვიანია. დაუხოციათ ერთმანეთი. კი ბატონო, გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ჯერ სად არიან? ინატრებენ რომელი? იდაღზე ვერ იკბენენ, ვერ მიწვდებიან მეგობრებო. რას ლაპარაკობთ? ეხლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. რა ელოდებათ მტრებს? ამოვარდა კარტი. დამთავრებულია. მეგობრებო, აი ნახეთ. ეს ხართ თქვენ. ეს არის ადამიანი ღვთაება. ღვთაება. ეს არის ადამიანი ღვთაება. მზე, ნახეთ. მზე, ცეცხლის ენერგიები. ეს ხართ თქვენ. რა ელოდებათ ახლა ამ ადამიანებს? თქვენ ვერაფერი ცუდი, თქვენ ანათებთ. რასაც გვია? ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ყურო შეიძლება იყოს, თხა ან თხის რქა შეიძლება იყოთ, რომელიმე თქვენთაგანი. კი. ელოდეთ წერილს, შეტყობინებას, სადაც იქნება დაწერილი, რომ ნახეთ. ეს საცოდავი ადამიანები თავის ნეხვში ესე ეშმაკი ესე უტრიალეთ. მიდი ეუბნება, მიდი კიდე დაუშავე, მიდი აგერ ვარ, მიდი მაგარია, მე აგერ ვარ. ხო და აი ესე ჩაითრიეს წუმბეში. ხო. ხო მეგობრებო, ხო და ეს ხართ თქვენ? თქვენ ხართ ეს? კი ბატონო, ვიღაცას წითელი ფერი გიყვართ. ნუ ლომი თუ ხართ ახლა რა თქმა უნდა, ჩემნაირად. ხო, მაგრამ ვიღაცას განსაკუთრებით წითელი ფერი უყვარს. შეიძლება ვიღაცას წითელი ხალათი მოსაცმელი გქონდეთ, ან წითელი კაბა გქონდეთ. მე მაქვს. ხო, კი. ოქროს ფერები გიყვარდეთ. ხო, ვიღაცას ესეთი ბასანოჭკები, ღია ბასანოჭკები გიყვარდეთ, წვეტიანები შეიძლება. კი მეგობრებო, სამაჯურები გიყვარდეთ, ბრტყელი, სხვილი, ოღონდ ბრტყელი. კი. ბავშვები გიყვართ, ფრინველები გიყვართ, აი გაღებვა გიყვართ, მაკიაჟი გიყვართ, ოღონდ ძალიან არა, მხოლოდ თვალების ამოღებვა გიყვართ. კი. შეიძლება ვიღაცებს თმები ღიაფერი გქონდეთ, ან შეიძლება მუქიც გქონდეთ. ნუ ეხლა არ მივეჯჭოთ მაინდა-მაინც თმის ფერს, მაგრამ უმეტესობას ღიაფერის თმები გქონდეთ. ხო. ვიღაცას გრძელი თეთრი კაბა გაქვთ. გრძელი ესეთი გამოყვანილი რაღაცნაირი გრძელი ლამაზი თეთრი კაბა გაქვთ. თითქოს ნაქარგები თუ რაღაც ამოჭრილი ყვავილები შეიძლება გქონდეს ქვემოთ. ხო. ვიღაცას კიდე შეიძლება ეხლა პატარა ბავშვი ყავდეს, ან ბავშვს ელოდებოდეთ, ან გინდოდეთ ბავშვის გაჩენა. კი. ესე აღწერილობასაც გავამახვილებ ცოტას მაინც დახასიათებაში. კიდევ რა შემიძლია რო ვთქვა? ბუნება გიყვართ, კი რა თქმა უნდა. შეიძლება ეხლა ამჟამად თბილ ქვეყნებშიც იმყოფებოდეთ, უფრო სიცხე იყოს იქ სადაც ხართ, კიდევ. ხო.
კიდევ რა ხო მტრები ხო და მეგობრებო მტრები შეხედე ხო თქვენ ესე ანათებს და აგი აბნელებს აი შმაკი აი სატანასთან როგორ აქვს ხელი მოწერილი ნახეთ ხო ლენჩუაშვილი კიდე მტრები ეს აქეთ გავწიოთ მტრები რა მტრებმა თავის ლაბირინთში გაიხვიენ მეგობრებო ნახეთ გამოსავალს ეძებენ ხო იქნებ აქ იყოს თქვენი მტრებიც არ გამიკვირდება იქნებ რომელიმეს პარტნიორი ან თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ან თქვენი მტრები ეხლა აქ არიან მეგობრებო და გისმენენ თქვენ არ იყოთ ეჭვი არ შეიტანოთ ამაში კი ასე შეიძლება იყოს კარტებს უყურებდნენ ნუმეროლოგიას ეძებდნენ ხელზე მკითხაობდნენ ყავაში მკითხაობდნენ გამოსავალს ეძებდნენ იმდენად ლაბირინთში არიან გახვეულები მეგობრებო რომ ხო უკვე ის დაკარგული აქვთ ორიენტაცია საცოდავებს ხო ამიტომ ასია კი კიდე მტრები რა ხდება მტრებთან ახო გეუბნებით დიდ ფულს იხდიან ამაში რომ ამ დაძაბული სიტუაციიდან ეხლა გამოვიდნენ თავის გათხრილ თქვენთვის გათხრილ სამარიდან რომ ამოძურნენ მეგობრებო იმისთვის ძალიან დიდ ფულს იხდიან შეხედეთ მტრები ვაი მაგენის პატრონს ხო ასია კი ასია მეგობრებო ნახეთ როგორ საუბრობს კარტი ლაბირინთიდან გამოსვლა და ფულს იხდიან ამაში ნახე ფულს როგორ მიარბენიებენ ოღონ მიშველეო მტრები კიდევ მტრებმა რა ბებია ჩემის მინდაო რა მინდაო მეგობრებო რა მინდაო წმინდანი მინდა გავხდეო, მაგრამ არ ვიცი რა ფერ გამოუვა მეგობრებო. სული მინდა გავიწმინდო. ლოცვები მინდა ვიკითხო. ფულსაც შევწირავო, ოღონდ მე ამ ჯოჯოხითიდან დავაღწიო თავიო, ამას ფიქრობენ. თქვენ რა გგონიათ? ძალიან გვიან მიხდნენ ამას. გვიანია უკვე. კი. რა უმტრებმა კიდე? რაღაცისთვის ემზადება, რისთვის ემზადება? სამოგზაუროდ წასასვლელად. თქვენთან ჩამოსვლა ხომ არ უნდა, მეგობრებო? მოდის. გემით, ნივით, ვირით, ტივით, თვითმფრინავით თუ რითი მოდის? მოდის. რაღაცა წასვლაზე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში. ხო. ეს ადამიანი რაღაცა წასვლაზე ფიქრობს, ოცნებობს. არ ვიცი სამოგზაუროდ წასვლაზე ფიქრობს, თუ თქვენთან ჩამოსვლაზე ფიქრობს. მე შენ გეტყვი ახლა ესეთ ადამიანთან მოვა კი, აბა რა სიზანს? არა ბიჯოს, მოვა მეგობრებო თქვენთან მოდის. ოღონდ ახლა რითი მოდის, არ ვიცი, ოკეანეები თუ აქვს გადმოსაცური, მაშინ გემით მოვა ან თვითმფრინავით. ხო. მოვა ესე მაღალფარდოვანი ჩაცმულობით. ძალიან ისეთი ელეგანტური ჩაცმული მოვა თქვენთან. ძალიან ლამაზად მოვა, შემკული, მაგრამ ვაი მაგის დღეს უბედურს. არ მაქვს კითხვაზე პასუხი მეგობრებო. ხო, ნახეთ ვისთვის მოვა, მოსალაპარაკებლად მოვა, დამთბარი მოვა, დატკბილული და შაქრული მოვა, ტოლერანტულად მოვა, საჩხუბრად არ მოვა, აფირისტულად მოვა. ხო, პითაგორას თეორია გახსოვთ, რაღაცა მახსოვს, ახლა თლათ ვერ დავიჭემებ, მაგრამ ხო, ანუ ხვდებით ხო, რასთანაა საქმე? ხო. შეიძლება თუ უცხოელია, ესეთი ჩაცმულობის შეიძლება იყოს. ესეთი თავისუფალი ჩაცმულობა უყვარდეს, შეიძლება ხაზვა უყვარდეს, შეიძლება არქიტექტორიც იყოს, შეიძლება ისეთ ქვეყანაში იყოს და იქ იმ ქვეყნიდან მოდიოდეს, სადაც ესეთი არქიტექტურული ნაგებობებია. ხო, ტოლერანტობა კიდევ იმას ვიტყოდი, რომ შეიძლება ბევრი ენა იცოდეს.
სხვადასხვა ენებზე საუბრობდეს. სხვათა შორის ურთიერთობაზე არ დაალაპარაკოთ ეს ადამიანი, თორე მეორე მხარე მედალი ხო აქვს, მედაც მეორე მხრიდან ახლა თუ შეხედავთ, ძალიან მეგობრული შეიძლება იყოს ეს ადამიანი. კი? მეგობრული შეიძლება იყოს. ურთიერთობაზე არ ელაპარაკოთ, თორე სხვა რაც გინდა დაავალეთ. ბავშვის გაჩენაც რო დაავალოთ, გააჩენს. ხო. ასია კი. აპატიეთ ახლა ესეთი საუბრისთვის, მაგრამ უნდა მეთქვა ალბათ. ალბათ უნდა მეთქვათ და რატომ ვთქვი ამას ახლა მიხვდებით. ის მიუხვედრი მიხდება. ასე რომ მეგობრებო. ესეთი იყო თქვენი მტრების და შეიძლება ჩაფიქრებული ადამიანის, კი. იმას თუ არ გამოვრიცხავთ, რომ თქვენი მტრები კიდევ შეიძლება ერთი არ იყოს და სხვადასხვა იყოს, ან ჯგუფური იყოს, ესეც არა გამორიცხული, იმიტომ რომ ტოლერანტობასთან რადგან გვაქვს საქმე, აქ შეიძლება სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, სხვადასხვა ასაკის და მიხედვით. კაი. ხო. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ეს ხართ თქვენ? გიყვარდეთ და დააფასეთ საკუთარი თავი. პატივი ეცით საკუთარ თავს. მხოლოდ საკუთარი თავი და არავის საკუთარი თავის გარდა. დამთავრებულია. ამიტომ თქვენი მტრები, თქვენ რომ ამ სიტუაციაში დარჩებით, ხო? ამითაც ნარდგურდებიან. ესეც საკმარისია, ასე რომ არაფერს არ შეუშინდეთ. ანათეთ ბოლომდე. ანათეთ, იკაშკაშეთ. აი ზუსტად, ესე თავაწეული იდექით. კი. ზუსტადაც მეგობრებო, ყოველთვის გიყვარდეთ საკუთარი თავი. ყოველთვის ეცით პირველად საკუთარ თავს პატივი. ხო. ასია ჩემო ძვირფასებო. მოკლედ ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მინდა მშვიდობიანი ღამე გესურვოთ. უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს. მშვიდობიანი ღამე და ბედნიერი ხვალინდელი დღე. და ყველა დილა ყოფილიყოს ბედნიერების და წარმატების მომტარი თქვენთვის. გაიხარე დავით. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით. თქვენ ჩემი სტიმული ხართ, მომიტევეთ და მაპატიეთ ესეთი დაგვიანებით და ჩავარდნებისთვის, იმიტომ რომ მარტო თქვენ არ ხართ, მეც მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ამიტომ გეფიცებით როგორც შემიძლია, ისე მოვალ თქვენამდე. ზუსტად. უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ. მოკლედ მშვიდობიანი ღამე ყველას და აბა დროებით, დაგემშვიდობებით. მადლობა ყველას. რამდენიც არის, იმდენ ვარიანტად აგიტვირთავთ მეგობრებო, მაპატიეთ, დღეს ესე გამოვიდა. ასე რომ აბა დროებით.